გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრძანა, რომ რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, ვამზადებთ სანქციების ახალ პაკეტსო. საინტერესო 4 წლის თავზე ასეთი ახალი რა სანქციები მოიფიქრა დაუზარელმა ურსულამ, რომ შეშინებული რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მერე რას იზამს, ბოდიშს მოიხდის და კაპიტულაციას მოაწერს ხელს. მაქს ეჭვი ვიფიქრო, რომ ურსულა ქმნის აქტიურობის ილუზიას. ევროკავშირები სულ რაღაცას ფაციფუცობენ, იგრიბებიან, ატარებენ თათბირებსა და შეხვედრებს, იწვევენ მათ მიერ განწირულ ზელენსკის რაღაცას პირდებიან და არიან ასეთი ერთგვარი ბროუნის პოლიტიკური მოძრაობის რეჟიმში. ხო, რაც მთავარია, არა ვიწყდებათ საქართველოს დატუქსვა. საქართველოს დატუქსვა მათთვის საღვთო საქმე გახდა. და ამავე დროს უცებ ფრანგი მაკრონი ამბობს, რომ ფიქრობ ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნებოდაო. ანუ ევროპა ერთი ხელით მომაკვდინებელი სანქციების საშუალებით რუსეთზე ზეწოლას აპირებს და მეორე ხელით მაკრონის ხელით მიდის მოლაპარაკებებზე. რაღაც შეუთავსებლობაა, მეგობრებო. ისე არ გახდეს საქმე, რომ ამ ევროკავშირელებმა ისე დასხონ ერთმანეთს, რომ ისევ ჩვენ მოგვიწევს მათი გაშველება. გასაგებია, რომ ახლა ყველა თავის ტყავზე ზრუნავს. მაკრონს წელიწად ნახევარში საპრეზიდენტო ვადა საბოლოოდ ეწურება და მას როგორმე უნდა თავის გამოჩენა, რომ მერე უსაქმური ევროკავშირის სტრუქტურაში რაიმე დიდი თანამდებობა დაიკავოს. ურსულაც ირჯება. მას ომის დასრულება არ სურს, რადგან ომი როგორც კი დამთავრდება, ევროკავშირის მოსახლეობა თავის უფროს მიუბრუნდება და კითხავს, კი მაგრამ შენ თუ ასეთი კარგი ნაჩალნიკი ხარ, ჩვენ ასეთ სუდად რატომ ცხოვრობთ? ჯერ არ ეკითხებიან, რადგან ომია და ჯერჯერობით მთელი ყურადღება ომისკენაა. ალბათ ურსულა მათ ეუბნება, რომ ომს დიდი კუჭი აქვს და რუსეთი ბოროტია და როგორც კი რუსეთი უკრაინას გაუსწორდება, ჩვენზე გადმოვა და ამიტომ ყველამ ერთად ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და სანქციები, კიდევ ერთხელ სანქციები გადაგვარჩენენ. საინტერესო, ურსულას არავინ ეკითხება, კი მაგრამ რუსეთს განა ამდენი ძალა აქვს, რომ ევროპაზე გადმოვიდეს? აგერ იმ საბრალო პაკროვსთან ამდენი ხანი რაღაცას ჯახირობს და რა ეტყობა, რომ ის ევროპის დაპყრობას შეძლებს. მოკლედ, სანამ ომი ომობს, ურსულა იურსულებს და მას ხელს არავინ ახლებს. ისიც არ გამიკვირდება რაღაც პერიოდის შემდეგ ურსულამ სააკაშვილივით კამუფლაჟის სამოსით, რომ დაიწყოს სიარული, რათა შექმნას ილუზია, რომ რუსები მოდიან. მეგობრებო, დღევანდელი ევროკავშირი ვინმეს თუ მოსწონს, მაშინ არ ვიცი. პირადად მე დიდი ხანია უკვე ეჭვის თვალით უყურებ მათ ბაქხანალიას. კი გასაგებია, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ევროკავშირი ჩვენი საბოლოო მიზანია დიადი და ნათელი და მთელი ძალისხმევა იქით უნდა მივაპყროთ, რომ მასში გავწერიანდეთ. მაგრამ როდესაც ვუყურებ თუ ვინ მართავს ევროკავშირს, მე ფიქრება, განა ღირს ურსულას, კაიას კუბილიუსის და მარტა კოსის მართლობის კავშირში შესვლა, იქნებ დავიცადოთ, სანამ კავშირს ღირსეული, ბრძენი, მოუსყიდავი და სუფთა წარსულის ადამიანები არ უხელმძღვანელებენ და მერე ვცადოთ მათ კარზე დაკაკუნება. ავალად გეტყვით, მიხარია, რომ ჯერჯერობით ჩვენი ევროკავშირში გაერთიანების საკითხი გადადებულია. ბრიუსელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების სახეებს რომ ვუყურებ, ფიქრობ, ამათ იმედზე უნდა ვიყოთ. სუსტად ასეთი სახეები, ცოტა უფრო ხნიერი, მახსოვს კომპარტიის პოლიტბიუროში. რაღაც სუსლოვი, რომანოვი და გრიშინი და რაღა კალასი, კუბილიუსი და კოსი. არის ასეთი ამერიკელი სამხედრო სახელმწიფო მოღვაწე ლოურენს ვილკერსონი, 20 წლის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის აპარატის უფროსი იყო. დღეს κουინსის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელია. ამასინათ მისი სიტყვა შემომეკითხა. ის ამბობდა, რომ საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა დარჩეს ნეიტრალური. ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს როგორც ჰაბი და შეინარჩუნოს მთავრობა, რომელიც ამ ფილოსოფიას მიყვება.
რა ვიცი, მე რომ იგივე ვთქვა, ხმამაღლა ალბათ ლინჩის წესით გამასამართლებენ. ამიტომაც არ ვამბობ, თუმცა ჩემთვის ასეთნაირად ვფიქრობ. რაჯობია ვიყოთ ნეიტრალურები, მეგობრებო, შევეცადოთ ჩვენს მეზობლებთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა დავამყაროთ და მართლა გავხდეთ რაღაც მნიშვნელოვანი ხაბი. განა ეს ცუდი იქნებოდა? მე მაქვს ოცნება. მე მაქვს ჩემი ქართული ოცნება, რომ საქართველოს რომელიმე რაიონი გადაიქცეს საერთაშორისო სამედიცინო მრავალპროფილურ ცენტრად თავისი უახლესი ტექნოლოგიებით, კვლევითი ინსტიტუტებით, ლაბორატორიებით, ფარმაკოლოგიური ქარხნებით და სხვა მრავალი. დიახ, ვიცი რომ ამას ძალიან დიდი ფული სჭირდება. ისიც გავიგე რომ ილონ მასკის სიმდიდრემ $700 მილიარდ მიაღწია. ხო და ვთხოვოთ ჩვენს გულანთებულ ამერიკელ ემიგრანტებს, როგორმე დაელაპარაკონ ბატონ მასკს და იქნებ რამე გამოვიდეს. და მე იმ კალასებს, კოსებს, კუბილიუსებს და ურსულებს აქეთ ექნებათ სახვეწარი, რომ იქნებ ჩვენს კავშირში შემობრძანდეთო. ეს რომ გაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.